მაგრამ ეხოთ რომ ამ კომისიამ გახდა მე ვფიქრობ რომ ჩვენი ამოცანა დღევანდელი არის ის რომ ბევრ თემაზე მათ შორის თემაზე ომის წინაპირობების და იმ მიზეზების და ასე ვთქვათ იმ შედეგების ირგვლივ იყოს ღიად ინფორმაცია. მე თავს ვარიდებ დღემდე ამ საუბარს პრესისთვის დეტალებზე საუბარს, იმიტომ რომ ველოდები ამ კომისიას. ეს კომისია კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის პანაცეა. ეს კომისია არ გადაწყვეტს ყველაფერს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მეორე შემადგენელი ნაწილი, ასე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაიხსნას მედია. მედიის გახსნის გარეშე ჩვენ არ გვაქვს რეალური ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს პროპაგანდა. მედიის გახსნა გულისხმობს იმას, რომ ყველა ქართველმა მიიღოს ის ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც ხელმისაწვდომია ჟურნალისტებისათვის და ინფორმაცია იყოს ზოგადად ხელმისაწვდომი. და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპულია, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა, დღეს არსებულმა ხელისუფლებამ პირველ რიგში გასცეს პასუხი აი ამ ფუნდამენტურ კითხვებზე. სანამ დაიწყებს აი ამ დანარჩენ თემებზე ფილოსოფიურ დისკუსიას. ევროპელები არიან დამნაშავე თუ არ არიან დამნაშავე, რამდენად ბოლომდ დაგვიჭირეს ხარი თუ არ დაგვიჭირეს ხარი. ეს არის თქო პრინციპული მიდგომა ჩემი. დანარჩენი რადგან პრაქტიკოსი ადამიანი ვარ, ხო ვფიქრობ, რომ დანარჩენი ყველაფერი ხო არის ნაწილი, რომელშიც შეიძლება ძალიან დიდ ხაზს ვიკამათოთ ექსპერტებმა, სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა და შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს თავისი აზრი ამ თემაზე. რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის სამდებით რომ პასუხი გასცეთ, თუმცა ეს თვითონ ბატონშობ მაპატია გამოგეხმაურებით ბატონ ეროსი. იყო გუშინ ძალიან საინტერესო ეთერი პირადად ჩემთვის, ცნობი კავკასია გადის შუა დღეს არხის ეთერის რადიო უცნობი სტუდიიდან და ბათუ ქუთელია თავდაცვის პირველი მოადგილე იყო სტუმრად ჩემთან და გაცემის კი მე მასთან არ ვისაუბრე, პროდიუსერი შეუთავსა და მითხრა ასე რომ კომისიო მე აგვისტოზე არ ვისაუბრებ აგვისტოს მოვლენებზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილე მითხრა. დავთხარი მე ეს პირობა თქვენთვის არ მომიციეთ. რა თქმა უნდა მთელი გასცემა თითქმის მიეწუნა აგვისტოს მოვლენებს და აღშფოთებული ბათუ ქუთელია წავიდა ეთერიდან და თქვა რომ ასეთ გადაცემაში მე არასდროს არ მოვალ. შენ ბატონ ბათუ შევახსენებ რომ ხელფას ვუხდი მე ალექსანდრე ელიძაშვილი და თითოეულის ადამიანი ვინც ახლა ტელევიზორს უყურებს. თქვენ ბატონო საჯარო მოხელებო ვალდებულნი ხართ რომ მსგავს გადაცემებში ყოველთვის მიყვიდეთ და იმ კითხვებს უპასუხოთ რომელ კითხვებს და ჟურნალისტი დაგისვათ. თუ ის უხიაგი და უარგისი კითხვა ანუ ეს მაყურებელმა გასცემ. ერთი პატარა დეტალი დავამატო. ასეთი რამ ცოტა ისეთი იყო. თქვენ კითხვასთან დაკავშირებით მე გავედი კითხვიდან ეს თქვა. მე ხვალინდელი თუნდაც დღევანდელი დღისაგან პრინციპულად არ ველოდები არანაირ სერიოზულ შედეგს, იმიტომ რომ ჩვენ შემადგენლობა საქართველოსთან წასული პლუს ის საკითხები, რომელიც საკითხების ირგვლივ იქნება საუბარი, ჩემში არ ტოვებს არანაირ ილუზიას იმისას, რომ ეხლა კონსტრუქციული საუბრის არანაირ. ჯერჯერობით არ არის გამოხმაურებეთ იმ კომისიიდან და არავის არ დაუკვირდა. მე მოვისმინე თუ კომისიაზე საუბარი, ბოდიშვილთან შეიძლება ამ კომისიის ყველა დაუვალე უკვე ამ თემით, მაგრამ თუ კომისიაზეა საუბარი, ბატონმა თავმჯდომარემ ამ კომისიის რამდენიმე კვირის წინ ძალიან რა თქმა უნდა ის ცხოვრება ოცნებობდა იმაზე რომ დავეკითხე მე და რა თქმა უნდა ხა ის ამ ბედნიერებას ხელიდან არ გაუშვებს. ირონიზირებას ახდენ ბოდიშვილში, მაგრამ საბოლოო ჯამში მე რამდენადაც ვწდები ვადა პარლამენტმა განსაზღვრა 2 თვით რაღაც ვადაში თავდება, ხო ეს კომისია და ჯერჯერობით მე მოტევ არ მომიღები. დღეს თელდღეს პაჩურის ჩემთან შეწეს ხოლმე დაკავშირებოდა ამ ოფისს და მიიღო რეალურად რაიმე, რომ მეც ამაქვს ჩემი გრაფიკი, მე არ ვფიქრობ რომ ეს კომისია თქვათ ესე საფად მე 5 წუთში დამკითხავს და მე ვეწყო ყველაფერს. მე ვფიქრობ რომ მე დამჭირდება ძალიან ბევრი თემის ირგვლივ დისკუსიაც და მოსამზადებელი სამუშაოც, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ მე აღარა ვარ დიპლომატი, აღარ მუშაობ, არ მიმიწვდება ხელი იმ დოკუმენტაციაზე, რომელზეც უნდა მიმიწვდებოდეს იმ შემთხვევაში, რომ იყო კომპეტენტური ამ დაკითხვისთვის, ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ თქვათ 2 კვირაში პროცესი დამთავრდება, თუ 1 კვირაში და რაიმე მომზადება მიდიოდეს ამ თემაზე. კარგით, საყვედური ბათუ ქუთელიას უთხარ, მაგრამ გადმოგაწოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 13 ნოემბრის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ეს განცხადება გავრცელდა და საუბარი რომ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით, რა საპირებელია განცხადება. არა, მე კიდევ ერთხელ ვსაუბრობ იმაზე, რომ მე არ ველოდები ამ კომისიის შემდეგი თქვა რომ თუ არის რაიმე ოფიციალური საუბარი ასვაკობა არ მიცდის, გასთავაზობ რომ არა მე მომეც. ანა ბატონო. დიდი მადლობა. საყვედური უთხარი ბათუ ქუთელიას, მაგრამ მადლობას გეტყვით თქვენ რომ მოგზავნეთ და მართლა დიდი მადლობა და ტენდენციას იმას ლეგიტიმად მომწონს, რომ სულ უფრო ღონიერად არის ხოლმე ხელისუფლება, ჩემს გადაცემაში შემიძლია იმ ბარიერზე, რომელიც მე სამშაბათობით მიყვავს ხოლმე ხელისუფლება და ამისთვის მართლაც მადლობელი გახლავართ. ბატონო, უკაცრავად ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ გადაცემის
მიზანი არ არის ашკარად ჩანს ისტერია. ამ გადამცემის მიზანი არის შეიძლება საკითხებზე და სიამოვნებით მინუზებუნებრივი ასეთ საკითხებში. კომპლიმენტს მივიღებთ. ბატონო გოხარი. სიამოვნებით ბატონ შოთა მაპატიეთ გაგაწყვეტინეთ. პირველ რიგში ამ კონტროლებითი კომისია იქნება რეგლამენტით, 3 თვის ვადაში ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული რეგლამენტითაა და თუ არ ამოიწურა საკითხი ბოლომდე, მისი გახანგრძლივება შეიძლება თითო თვით 3 თვის განმავლობაში. რატომ არ ეძახიან რამე აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ რახან მასაც აქვს სურვილი და კომისიასაც აქვს სურვილი ამ საკითხით გაინტერესდებიან და გამოგიტახებენ აუცილებლად თუ ეს არ იქნა მე თვითონ ვიკითხავ ამ საკითხს როგორც მეორე კომისიის თუ მეტყვით იქნებ მოაყოფილება. მე აბსოლუტურად ყველა რასაც ვამბობ ამას ვასრულებ, შეიძლება წინა გადაცემა გავიხსენო ინტერნეტ საიტებთან დაკავშირებით, მე შევყვიდი გადაცემაზე რომ ამ საკითხს ბიუროზე დავაყენებდი და ეს საკითხი ბიუროზე დაყენებული იქნა, ამიტომ ამ დღევანდელ პირობაზეც ასევე იქნება მე ვიკითხავ კომისიაში და შევთანხმდებით კომისიის თავმჯდომარესთან თანდასწრებით, როდის იქნება თქვენი საკითხი გარკვეული. თუმცა ეს ჩემი კომპეტენცია არის, მე უბრალოდ ამას საქმის კურსში ჩავაყენებ. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს კომისია არის ძირითადად ოპოზიციისგან დაკომპლექტებული, იმიტომ რომ რეგლამენტი მოითხოვს, რომ დროებითი კომისია სწორედ ასეთი პრინციპით იქნას დაკომპლექტებული. ბატონო შოთა ეხლა გაგაწყვეტინეთ, რეკლამა გაუშვათ მოდით. მისასალმებელი ტენდენცია რომ კავკასიაში ამ გადაცემაში რეკლამა მოაქვს. პირველი რამდენიმე გადაცემა ისე გავიდა რომ ხოლმე საუბრობ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა შორის მართლაც ალბათონი ეკახიათეულიძის გაუწება რეკლამა არ არისო. არისო, ახლა არის და მოიცა ახლა რეკლამა გაუშვა და რეკლამის შემდეგ განვაგრძობ საუბარი. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია, დიახ პირდაპირ ეთერში, ვინაიდან ბევრი მისვას ხოლმე კითხავს ეს ჩანაწერია თუ არა ეს ჩანაწერი. პირდაპირ ეთერშია პროგრამა ბარიერი, ბატონ შოთა მალაშხას გავაწყვეტინეთ უკვე სანამ რეკლამა გადიოდა და აფულით თუ შეიძლება თქვენი საქმე. გავიაროთ რა ხდებოდა კონფლიქტამდე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ესე იგი, ჯერ კიდევ 2007 წლის ოქტომბერში გაერომ მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაწერა, რომ აბსოლუტურად ყველა დევნილი აფხაზეთის ტერიტორიიდან, რადგან გაერო კურირებდა აფხაზეთს, უნდა დაბრუნდეს და მისი ქონება უნდა იქნას დაცული. სხვა ანალოგიურ რეზოლუციაში მოყოლებული 92 წლიდან ჩანაწერი არ არსებობდა, მხოლოდ არსებობდა შემდეგი ჩანაწერი, რომ უნდა დაბრუნდეს მოსკოვის 94 ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც ფიქსირებული იყო, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ოდესმე მაინც იარაღი აუღია ხელში, ან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სამხედროს სხვა სტრუქტურებში, უფლება არ აქვს დაბრუნების. ანუ პრაქტიკულად დაბრუნების კოეფიციენტი იყო 0-ის დონე. ეს ჩაწერილი იქნა. ამის შემდეგ ჩვენ ვეცადეთ, რომ საკითხი გაგვეტანა, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა, ეს იყო ეუთოს 3 სამიტის დადგენილება 94-ის, 16-ის და 99-ის, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება ამას არანაირად არ იყენებდა. ესეთი ჯარის შემოყვანის დროსაც ჩეხოსლოვაკია და სხვა სახელმწიფოები საუბრობდნენ, რომ ის არის კონფლიქტის მონაწილე რუსული მხარე და არ შეიძლებოდა ამ ჯარის შემოყვანა, თუმცა ქართულმა მხარემ გაეროში ამ წინადადებას დაუყო. შემდეგ, როდესაც უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის გატანა ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ რუსებმა ვეტო დაადეს ამ საკითხის გატანას, ჩვენ მოახერხეთ სესიაზე გაგვეტანა ეს საკითხი. ანუ ის გაზაფხულზე ჩვენ მქონდა შემდეგი მდგომარეობა, რომ გაზაფხულზე უკვე ჩაწერილი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა და ეთნიკური ბალანსი შეიცვალა ამ ეთნოწმენდის გამო. ამის შემდეგ სესიამ დაავალა პან კი მუნს სექტემბრისთვის გაეწერა სქემა, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნება. ეს მდგომარეობა გქონდა ჩვენ და სექტემბრისთვის უნდა ყოფილიყო პან კი მუნის უკვე გაწერილი პროგრამა დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ანუ დრო, რომლის განმავლობაში რუსეთი რეალურად ოცს აწარმოებდა, იყო საკმაოდ შეზღუდული და თუ არ განვითარდებოდა ეს მოვლენები ამ მიმართულებით, მაშინაც ეს შემთხვევაში გაერო ვერ უარყოფდა მიღებულ რეზოლუციას და სექტემბრისთვის უნდა წარმოედგინა ის გაწერილი სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა დევნილების დაბრუნება. ეს არის გაეროს პოზიცია. ამაზე გავიგეხმეთ, ეგ. მე ვამბობ, საგანიანი და შეცვალოს სამყარო ყავს გადაცემას, უბრალოდ პრემიერის სურათი გახარდა ბატონო შოთან რა ხდებოდა.